ვიწყებთ რეფორმას, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ განათლების სისტემა იმ სწორ გზაზე უნდა დააყენოს, რაც ქვეყნის შემდგომი გაძლიერებისთვის, განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი და სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებული. თქვა ქართული ოცნების ხელისუფლების რიგით მეცხრე განათლების მინისტრმა და გაიზიარა რიგით მეშვიდე პრემიერ-მინისტრის შეფასება, რომ განათლების ხარისხი საქართველოში კრიტიკას ვერ უძლებს. ვერც შინაარსობრივ ნაწილში და ვერც ტექნიკური რესურსების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მთავრობა აპირებს 13 წლიანი წარუმატებელი ცვლილებების შემდეგ განათლების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმები დაიწყოს. ძირეული რეფორმის იდეა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა თავად წარმოადგინა, სამგვერდიან დოკუმენტზე და 7 პუნქტში ჩაეტია და ძირითადად უმაღლესი განათლების საფეხურს შეეხო. რეფორმების კომისიამ, რომელიც მინისტრთა კაბინეტის წევრებით იყო დაკომპლექტებული, პლუს თბილისის მერი და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების თავმჯდომარეები, კონცეფციაზე 6 თვის განმავლობაში იმუშავეს და გადაწყვიტეს, რომ განათლების სისტემის უხარისხობის უმთავრესი მიზეზი ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია, აკადემიური რესურსების ირაციონალური გამოყენება, უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანაბრობა, უსისტემო საკადრო პოლიტიკა, სუსტი კავშირების სწავლებასა და კვლევას შორის, ასევე თანამედროვე სტანდარტების, სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელობის დეფიციტია. სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის. გამოწვევა დაფინანსების სისტემა და სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა. და ძნელია არ დაეთანხმო ავტორებს. განათლების საკითხების სპეციალისტები ჩვენს ეთერშიც წლებია ვსაუბრობთ განათლების სისტემურ პრობლემებზე, სკოლამდელი და ზოგადი უმაღლესი განათლების საფეხურზე და უშედეგო ცვლილებების მიზეზებზე, რეფორმებზე, რომელიც მინისტრებიდან მინისტრებამდე იცვლებოდა, თუმცა განათლების ხარისხი მაინც და მაინც ვერ შეცვალა. და ეს კონცეფციაც ამის ფაქტობრივი აღიარებაა, თუმცა განათლების სპეციალისტებს გაუჭირდათ იმ იდეების გაზიარება, რაც რეფორმის დოკუმენტის ავტორებმა სისტემის გაჯანსაღებისთვის გამოსავლად დასახეს. პირველი ნაბიჯი განათლების სისტემის დეკონცენტრაცია იქნება, ანუ რესურსი გადანაწილდება სხვადასხვა ქალაქსა და უნივერსიტეტს შორის, რიგი შეზღუდვებით. ერთი უნივერსიტეტი, ერთი ფაკულტეტი, რეგიონებში კი მხოლოდ პროფილური პედაგოგიური ან სოფლის მეურნეობის მიმართულება იქნება. საუბარია, რომ BSEU-ს თავდაპირველ ნიშას დაუბრუნებენ პედაგოგიური ინსტიტუტის სახით. ცვლილებები შეეხება სწავლის ხანგრძლივობასაც, ბაკალავრის საფეხური 4-ის ნაცვლად 3 წლიანი იქნება გამონაკლისების გარდა, ხოლო მაგისტრატურა 1 წლიანი. შემცირების იდეით მოხიბლული ავტორები ზოგადი განათლების საფეხურსაც გადაწყვეტენ და სკოლებში 12-ის ნაცვლად 11 წლიან პროგრამაზე გადასვლა სასარგებლო ცვლილებად შემოგთავაზეს. კვლევისა და ანალიზის საფუძველზეო ასე ითქვა, თუმცა განათლების ექსპერტების ანალიზის საფუძველზე ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად გაართულებს ლავირებას ბოლონიის პროცესში, რომელსაც ჩვენ ევროპულ ხარისხთან თავსებადობის მიზნით შეუერთდით და თავის დროზე მე-12 კლასის დამატებაც სწორედ ამ სისტემის ტექნიკური მოთხოვნა იყო. მარტივად რომ გითხრათ, ევროპის ქვეყნებში, რომლებიც ბოლონიის პროცესში არიან ჩართული, ზოგადი განათლება 12 და 13 წლიანი აქვთ, ხოლო სამაგისტრო და სადოქტორო საფეხური კრედიტების რაოდენობით განისაზღვრება. ანუ მარტივად რომ გითხრათ, 11 კლასს დამთავრებული ქართველი მოსწავლისთვის პირდაპირ ევროპის უნივერსიტეტში ჩაბარება გართულდება. შეუძლებელი არ იქნება, თუმცა გართულდება, რადგან სხვა შემთხვევაში მე-12 კლასის გავლა ევროპაში საკუთარი ხარჯით მოგიწევთ და ვინ შეძლებს ევროპაში შვილების გაშვებას, ამის მიხვედრა რთული ალბათ არ არის. სკოლის ამბავი უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციაში ცხადია შემთხვევით არ არის. ეს ცვლილება ერთგვარი წრის შეკვრაა იმ იდეის, რაზეც კონცეფციის ავტორები ღიად საუბრობენ, რომ ამ ცვლილების მიზანი ახალგაზრდების ემიგრაციის შეზღუდვაა, რომ აუცილებელი არ არის ყველამ უმაღლესი განათლება მიიღოს. რომ ამ გზით პროფესიული განათლების გაძლიერება სურთ, რომ ხარისხიანი განათლების მიღება ადგილზეც უნდა იყოს შესაძლებელი, რომ მთავრობის ამბიციაა ახალგაზრდები ხარისხიანი განათლების მისაღებად ევროპაში არ მიდიოდნენ. მოკლედ ამ ამბიციების ავკარგიანობის ანალიზი იქნება დღეს ჩვენი სრული გადაცემის თემა და ვეჭვობ მომდევნო გადაცემებისაც მშობლებს მინდა მოусმინოთ პირველ რიგში რას ფიქრობენ ისინი ცვლილებაზე და აქვე მოგმართავთ მშობლებსაც, იმ მშობლებს ვთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები თუ ეთანხმებით მე-12 კლასის გაუქმების იდეას და სხვა დანარჩენ ცვლილებებსაც. მოდით მოусმინოთ ახლა მშობლების იდეებს და შემდგომ უკვე სტუმრებთან დავბრუნდებით და გაგაცნობთ სხვა მოსაზრებებსაც.
მე-12 კლასში არაფერს არ აკეთებს მოსწავლე. ბევრი მშობლისგან მოვისმინე უკვე ეს კომენტარი და სასაცილოა, იმიტომ რომ თუ მისი შვილი მე-12 კლასში არის და არაფერს არ აკეთებს, ეს მისი შვილის პრობლემა არ არის. ეს არის იმ სისტემის პრობლემა, რომელიც დღესდღეობით მივიღეთ ჩვენ საქართველოში, იმით რომ ჩვენ ჩუმად ვართ. ვიღაცისთვის მისაღებია, რომ მისმა შვილმა 1 წლით ნაკლები ისწავლოს. ვიღაცისთვის ეს არის პრიორიტეტი, იმიტომ რომ ეს მე-12 კლასში სწავლა პირდაპირ ასოცირდება ბოლონიის პროცესთან და პირდაპირ ჩართულები არიან ბავშვები ევროპულ განათლების სისტემაში. ევროპული განათლება მარტო სიტყვები ხო არ არის. არ მგონია საქართველოში არც ერთი მშობელი, რომელიც არ აღშფოთ და ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გეგმოს თუ არა მისი შვილი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, ამას არცებითი მნიშვნელობა არ აქვს. იქნებს ხვის შვილი ფიქრობს, რომ გააგრძელოს საზღვარგარეთ სწავლა. იქნებს ხვის შვილს აქვს შესაძლებლობა გონებრივი, მარტო ფინანსური მხარე ხო არ არის აქ. დღეს არის საშუალება, რომ ფინანსური საშუალების გარეშე გონებრივი საშუალებით წავიდეს ბავშვი და მიიღოს ევროპული განათლება. ხელოვნურად არ შეუწყობთ ხელსო მიგრაციასო, ხო? კი არ უნდა მაიძულონ მე რო აქ ვისწავლო. მე უნდა შემომთავაზონ ისეთი განათლება, რომ მე არ გამიჩნდეს სურვილი, რომ წავიდე საზღვარგარეთ. ანუ ვიცით საქართველოში რა ხელფასებიცაა და ზოგადი სოციალური მდგომარეობა ყველა მიცის და ძალიან დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული დამატებით 1 წელი. და ამით იმ ოჯახებს, ვისაც არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, იმ ოჯახის ბავშვებს შეუქმნიან ბარიერს, რომ ვერ წავიდნენ საზღვარგარეთ. მე მაგალითად, ვისაც არ უნდა 12 კლასის წინასწარ აქვს გადაწყვეტილი და არ უნდა რომ 12 კლასის სწავლოს და არც ევროპაში არ წავიდეს. იმასაც არ უნდა ვაიძულოთ, ხო, რომ 12 წელი სწავლოს. ანუ ჩემთვის მთავარია, რომ მისცენ არჩევანის საშუალება. 1 წელს მოამატებენ თუ მოაკლებენ ამაზე ზრუნვას, ხო? უფრო მნიშვნელოვანია, რომ იმუშაონ წიგნებზე. მათემატიკაში ვამეცადინებ ბავშვებს, ხო? მე-7 კლასში და მე-10 კლასში სწავლობენ ერთი და იგივეს. წარმოიდგინეთ, ერთი და იგივე თემებს გადიან და მე-7 კლასში 30 ბავშვიდან შეიძლება 1-მა ან 2-მა გაიაზროს, რაც ხდება იმ კონკრეტულად იმ თემაში, ხო? და 28-ს ეგონება, რომ მათემატიკას ვერ ისწავლის ვერასოდეს. ანუ ასეთ რაღაცეებზე გაამახვილონ ყურადღება ჯობია, სხვა საგნებშიც დარწმუნებული ვარ, იგივე სიტუაცია იქნება. თუ კი მათი მიზანი არის ის, რომ სტუდენტების გადინებაში ამციროს ქვეყნიდან, პირველ რიგში უნდა მიაქციონ ყურადღება და ალბათ უმაღლესი სასწავლებლების განათლების ხარისხს და დაუახლოვონ ისინი ევროპულ სტანდარტებს, რომ ბავშვებს გაუჩნდეთ სურვილი, რომ ვთქვათ, ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტებში კი არა, ჩვენთანაც მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება. მესმის იმათი მშობლებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ 11 წლიანი სწავლება საკმარისია და 12 წელი მათ შვილებს არაფერს არ აძლევთ. მე ამასაც აქვს, რა თქმა უნდა, არსებობის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით ჩვენ დაუკარგოთ არჩევანის საშუალება იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სურვილი აქვს. ანუ ნებისმიერ მოსწავლეს, რომელსაც სურვილი აქვს, გააგრძელოს, ვთქვათ, უმაღლეს სასწავლებელში უცხოეთში სწავლება, ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება. რადგან ვფიქრობ, რომ ზუსტად დემოკრატიული სახელმწიფო არჩევანის თავისუფლებაზე და სიტყვის თავისუფლებაზე დგას. ჩემი შვილი მე-10 კლასშია და შეიძლება ამბობენ, რომ 1 წელიწადში ეს რეფორმა განხორციელდეს. მეტნაკლებად მისი მომავლის გეგმა შემუშავებული გვაქვს და ეს საერთოდ თავდაყირა აყენებს ყველაფერს აბსოლუტურად. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვცდილობთ ევროპული მეთოდები დავნერგოთ, ბევრი რამე გადმოგვაქვს, ხო, ევროპული სწავლებიდან და მაინც ვერ ვდებთ განათლების იმ ხარისხს, რომელიც გვინდა და რომელიც საჭიროა და აუცილებელია. სკოლაში პირდაპირ ვიტყვი, რომ დღეს 21 საუკუნე არ დგას. გაკვეთილების ცხრილიდან დაწყებული საკლასო ოთახით გაგრძელებული გაკვეთილების ხანგრძლივობა, რო არაფერი არ ვთქვათ, პროგრამებზე, სწავლის მეთოდებზე, ყველაფერი საჭიროებს ნამდვილად სერიოზულ ცვლილებებს. მაგრამ ეს ცვლილებები, რასაც ისინი გვთავაზობენ, ეს არ არის რეალური. და ამაში ცხადია დევს რაღაც ქვეტექსტები და ჩვენ ეს არ უნდა დავთმოთ, იმიტომ რომ ეს სიკეთე, რაც მოვიპოვეთ ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში და ვსარგებლობთ ამ სიკეთით, არ შეიძლება ეს დავკარგოთ. 11 წლიან სწავლებაზე გადასვლა, ეს იქნება ნაბიჯი უკან და არა წინ პროგრესისკენ. ხშირად ლაპარაკობენ ამ ბოლო დროს, რომ მე-12 კლასი საჭირო არ არის, იმიტომ რომ მე-12 კლასში მოსწავლეები სკოლაში ფაქტობრივად არ დადიან.
მე ჩემი საგნიდან გამომდინარე ვიტყვი, მე ქართულ ენას და ლიტერატურას ვასწავლი და მე-12 კლასში ვსწავლობთ მე-20 საუკუნის ლიტერატურას. მაშინ როდისღა უნდა ისწავლონ, ხო? თან თუ კი მე-12 კლასს მოხსნით დაუშვათ და მე-11 კლასი იქნება დამამთავრებელი საფეხური. ივლიან მოსწავლეები მე-11 კლასში? აბსურდია ამაზე საუბარი, ხო? 12 წელიანი სწავლება გვჭირდება ჩვენ ევროპული განვითარებისთვის, ევროპულ სივრცესთან ახლოს ყოფნისთვის. მოსწავლეებთან მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა და როცა ასეთი რაღაცეები ესმით, კარგავენ мотивაციას. უკვე ძალიან ხშირად გვესმის მათგან, რომ რა აზრი აქვს სწავლას, რაღაცომ უნდა ვისწავლო, რისთვის მჭირდება, რაში გამომადგება. და ცხადია სწავლის ხარისხი ხო ეცემა და პლუს კიდევ მოსწავლეები თვლიან რომ რაღაცა ვიწვალოთ, რისთვის გავისარჯოთ. ნუ ყდება мотивაციაც და ყდება ნათელი აზრი, საღი აზრი და განვითარებისკენ სვლის ნაცვლად ნაბიჯებს დგამთ უკან სამწუხაროდ. და ეს არ უნდა დაუშვათ, რა ვიცი, ყველაფრის ფასად უნდა დავრჩეთ ევროპული განვითარების გზაზე. თუ კი გვინდა რომ ვიქცეთ ძლიერ სახელმწიფოდ. ცვლილება ცხადია იმ კერძო სკოლებს არ შეეხება, რომლებიც საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით არ ხელმძღვანელობენ და ისინი პირდაპირ უცხოური პროგრამით ასწავლიან და დიპლომიც უცხოურია, რაც აიოლებს უცხოურ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შანსს, თუმცა ქართული ეროვნული სასწავლო გეგმის ქვეშ მოქმედი კერძო სკოლები და ენის შემსწავლელი ცენტრები ამ გზის გამარტივებას ცდილობდნენ ენის მაღალი დონის შესწავლით, რაც მაგალითად გერმანიის უნივერსიტეტებში მოხვედრის ერთ-ერთი იოლი გზა ნამდვილად არის. ამ სკოლებშიც არ არის სწავლა იაფი, თუმცა ბევრი მშობელი მიზან მიმართულად იღებს ამ ხარჯს თითქმის გარანტირებული შედეგისთვის. როგორ და რა ფორმით მოახდენს გავლენას დაანონსებული რეფორმა? ამგვარ შემთხვევებზე ირმა დავითაძის გერმანული ენის შემსწავლელი ცენტრის დირექტორის მოსაზრებას მოვუსმინოთ. ჩემი მთავარი შეფასება არის ის, რომ ქართველი ახალგაზრდები და სკოლადამთავრებულები ექცევა უკვე იზოლაციაში. იმიტომ რომ ბავშვები, რომლებიც 11 წელი ისწავლიან სკოლაში და 6 წელს ასაკში შევლენ სკოლაში და დაამთავრებენ 16-17 წელს ასაკში, იურიდიულად ძალიან ბევრ ბიუროკრატიულ ბარიერს შეხვდება უცხოეთში სწავლასთან დაკავშირებით. ეს ეხება არა მარტო სავიზო პროცესებს, არამედ უნივერსიტეტში ჩარიცხვის, იმატრიკულაცია, რასაც ქვია, ჩარიცხვის პროცესებს, საბანკო სისტემები, ანუ ბანკის ანგარიშის გახსნა არასრულ ზონებზე შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე თვეში ხდება 18 წლის. მე-11 კლასის შემდეგ ყურადღება მიექცევა ისევ და ისევ ოქროს და ვერცხლის მედლებს, რაც კიდევ უფრო მეტ ბიუროკრატიას და კორუფციასთან იქნება დაკავშირებული, ეს არის ჩემი პროგნოზი. და მხოლოდ ამ შემთხვევაში შესაძლებელია რაღაცები გაითვალისწინოს, თქვათ, უცხოეთმა, მაგრამ ამისი ზუსტი ამის შესახებ ზუსტი პროგნოზის გაკეთება მაინც რთულია, იმიტომ რომ არსებობს ანაბინის ორგანიზაცია გერმანიაში, რომელიც იცნობს აბსოლუტურად მთელი მსოფლიოს სასკოლო უმაღლესი განათლების სისტემებს, სტრუქტურებს, პროგრამებს, შეფასებებს და თვითონ ეს ორგანიზაცია, აი ამ ახალი რეფორმით, რომ ესე ვთქვათ, რეფორმით, რა სტატუსს მოგვანიჭებს სასკოლო ატესტატზე, ბაკალავრის დიპლომზე, მაგისტრატურის დიპლომზე, ესე ვთქვათ, რა სტატუსი მოგვენიჭება, ეგ არავინ არ იცის, თუ სტატუსი ვერ მოგვენიჭა, მაშინ კიდევ უფრო მეტად გაგვირთულდება ჩვენ უცხოეთში, კერძოდ გერმანიის და გერმანულენოვან უნივერსიტეტებში და ქვეყნებში სწავლის გაგრძელება. ნამდვილად ძალიან რთული იქნება, რთული და შეუძლებელიც კი შესაძლებელია იყოს, რომ ანუ საერთოდ ვერ გავიდნენ ჩვენი ახალგაზრდები და ვერ ისწავლონ გერმანიის უნივერსიტეტებში და სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მაგ საუბარი და არა კერძო უნივერსიტეტებზე, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, სადაც არ არის გადასახადი. ანუ სწავლის ქირას არ იხდიან როგორც არა შენგენის მოქალაქეები, ასევე არ იხდის გერმანიის და ევროპის, ანუ შენგენის მოქალაქეებიც. და კერძო უნივერსიტეტზე საუბრობთ, იქ უკვე სხვა პირობებია, კერძო უნივერსიტეტები საკმაოდ ძვირია. 12 წლიანი სკოლის პირობებშიც კი, რადგან ჩვენს სკოლაში არ არის პროფილური სწავლება მაღალ საფეხურზე, არ არის ჩვენი აბიტური, 12 წლიანი აბიტურიც კი ევროპაში, კერძოდ გერმანიაში, ავსტრიაში და შვეიცარიაში აღიარებული. სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მაქვს საუბარი.
ამის გამო მათი წინაპირობა იყო ესეთი. ან უნდა ისწავლონ სტუდიინ კოლეჯში, რომელიც არის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში და არა კერძო საინმე სადაც გადასახადია, 1 წელი იქ უნდა ისწავლონ, ან 1 წელი ქართულ უნივერსიტეტში, სადაც მოხდება ამ ორი გზით მოხდება გათანაბრება ქართული აბიტურის გერმანიის აბიტურთან. ეს 12 წლიანი სკოლის შემთხვევაში. და ეხლა, როდესაც იქნება 11 წელი, ამ შემთხვევაში ისმის კითხვა, ის მე-12 წელი 11-სა და 13 შორის, აი ეგ სად უნდა გაიაროს და ამის შანსი მიეცემა თუ არა მოსწავლეებს. ამ შემთხვევაში ჩემი ვარაუდით, ალბათ 2 წელი მოუწევს საქართველოში დარჩენა, 120 კრედიტის დაგროვება და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლიათ შემდეგ უკვე ასაკობრივადაც და კრედიტების წინაპირობების, განათლების წინაპირობების შეგროვებით შეუძლიათ უკვე გერმანიაში პირველ კურსზე დაიწყონ სწავლა, ანუ პირველ სემესტრში. და ეხლა თუ 3 წლიანი იქნება ბაკალავრიატი, 2 კურსი გაიაროს საქართველოში და მესამე უბრალოდ 2 კურსის შემდეგ წავიდეს, სადაც 1 წელია დარჩენი ბაკალავრიატის დამთავრებამდე, ამას უკვე ნაკლები გააკეთებს და ეს არის ზუსტად მიზანმიმართული პროცესი, რომ არ გავიდნენ ახალგაზრდები, არ მიიღონ ევროპული განათლება. ესე მოწყვიტო ახალგაზრდები საერთოდ გლობალურ სამყაროში უცხოეთის განათლებას, ეს ნამდვილად არის ახალგაზრდების და ადამიანის უფლებების დარღვევა. იმიტომ რომ მას უნდა ქონდეს არჩევანის უფლება და არ უნდა მოვაქციოთ იზოლაციაში. თქვენ უსმენთ ირმა დავითაძეს, რომელიც არის გერმანული ენის შესწავლელი ცენტრის დირექტორი და საუბრობდა იზოლაციაზე, იმ შესაძლებლობებზე, იმ რისკებზე, საფრთხეებზე, რაც ელოდებათ 12 წლიანი სწავლების 11 წლიანად გარდაქმნის შემთხვევაში ქართველ მოსწავლეებს. Სადია მათ ვისაც სურვილი აქვს რომ პირდაპირ საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ ევროპულ სასწავლებლებში. მე მგონი ქალბატონი ირმას ძალიან დეტალურად ჰქონდა ის არგუმენტები მოყვანილი თუ რა რისკები არსებობს ამ შემთხვევაში და ის რომ გუშინ განათლების მინისტრმა თქვა ერთ-ერთი არხის ეთერში რომ ის ვერ ისმენს არგუმენტირებულ მოსაზრებებს თუ რატომ არის ცუდი 12 წლიანი სწავლების 11 წლიანად გარდაქმნა. მე მგონი ეს პასუხი გამოდგება არგუმენტად და ძალიან კარგ არგუმენტათაც რისკებზე და საფრთხეებზე საუბარს ჩვენ განვაგრძობთ ახლა მანანა რატიანთან. ის არის განათლების ექსპერტი, ლექტორი, მასწავლებელთა ტრენერი და მანანა რატიანთან ერთად რამდენიმე დღის წინ გაკეთდა საჯარო განცხადება, ლექტორები შეიკრიბნენ და ისინი საუბრობდნენ იმ რისკებზე, რაც ამ რეფორმას შეიძლება ახლდეს და ქალბატონ მანანას ვთხოვთ ახლა ჩვენ ამ რეფორმის რისკებთან დაკავშირებით ჩვენს მაყურებელს უთხრას არგუმენტირებული მოსაზრებები თუ ყავს ხაზზე ქალბატონი მანანა. საღამშვიდობის ქალბატონი მანანა. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ მოახერხეთ და ჩაგვერთეთ მოკლედ თქვენ და თქვენი კოლეგები, ლექტორები იყავით უკვე საზოგადოებრივი შეკრების ადგილას და გააცანით ის მოსაზრებები, რასაც თვლით ამ რეფორმასთან დაკავშირებით, ანუ რა საფრთხეებზე და რისკებზე არის საუბარი და მე ვნახე ის ქარდებით, რომ მარტივი ყოფილიყო აქ საქმელად მაყურებლისთვის, მშობლებისთვისაც თუ რა რისკები ახლავს ამ რეფორმას, ძალიან მარტივად ჩაშლილი ქარდები სურვილის შემთხვევაში თქვენს გვერდზე შეუძლიათ მე მგონი ადამიანებს ამის ნახვა. მოდით გითხარით მარტივად ასევე ყველასთვის გასაგებად რეფორმა რას დააზიანებს სინამდვილეში. კარგ მხარეზეც ვთქვათ თუ არის ესეთი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიპოვეთ ვერც მშობელი და ვერც განათლების ექსპერტი, ვინც დაგველაპარაკებოდა არგუმენტირებულად აგვიხსნიდა რა დადებითი შედეგი შეიძლება მოყვეს აი ამ კონცეფციას, რომელიც დაანონსდა ახლა რეფორმის კონცეფციას. კი ბატონო, მოგესალმებით, მადლობა. მე გვენძნელი არის ამ თემას აუაროთ გვერდი დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ფოკუსი უნდა გქონდეს ამაზე ყველას, ვინც კი საგანმანათლებლო სისტემასთან რაიმენაირად დაკავშირებულები ვართ.
პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ეხება უამრავ ადამიანს, ვინც ფორმალურ განათლებაში არის, დაწყებული მოსწავლეებით, მასწავლებლებით, უნივერსიტეტებით, პროფესორ-მასწავლებლებით დამთავრებული, დადებით მხარესთან დაკავშირებით, ალბათ ვინც დაწერა, მათ უნდა ვთხოვოთ, რომ რას დაეყრდნენ საერთოდ და რისი იმედი ჰქონდათ, რომ რა მოგვეწონებოდა აქედან. პრინციპში მოპასუხე მხარე, ქალბატონ მარა ჩაგეჭრებით, პრინციპში მოპასუხე მხარე მხოლოდ თავად არიან ყველა ეთერში ჩვენ ხედავთ, რომ თავად საუბრობენ ამ კონცეფციაზე და ჩვენ არ გვინახავს განათლების ექსპერტი ან მკვლევარი, რომელიც ისაუბრებდა აი ამ კონცეფციის რაღაც დადებით ეფექტზე და მე მგონი ისინი არც იყვნენ ჩართული ამ სამუშაო პროცესში, მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის წევრებით იყო დაკომპლექტებული. ხო, სამთავრობო ჯგუფი ჩანს, რომელიც თქვათ ასეთ მნიშვნელოვან შეიძლება რეფორმას კონცეფციას უნდა ჩაუდგეს საფუძველში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ჯგუფები არ მუშაობენ, ამის უკან უნდა იდგნენ განათლების სპეციალისტები, რომლებსაც ექნებოდათ უამრავი თქვათ კვლევა ჩატარებული იმისათვის, რომ აი ეს თუნდაც იდენტიფიცირება საფრთხეების და თქვათ იმ პრობლემების სწორად გაკეთებულიყო, როცა არქმევ ასეთ ხმაურიან რეფორმას, უწოდებდა რეფორმის კონცეფციაზეა ლაპარაკი, არ შეიძლება რომ აი ესეთი თავადაც უწერიათ, რომ ანალიზზე ყრდნობა, არ შეიძლება ანალიზის დონეზე იყოს ეს ყველაფერი, ხომ? დარჩენილი. თან ჩანს, რომ საკმაოდ ესეთია, ვთქვათ, დასახელებული პრობლემები, რაც არის 7 და მათი პრობლემის გადაჭრის გზები, ძალიან საკამათოა, რომ ისინი ამ პრობლემებს, თუნდაც პრობლემებში შევთანხმდეთ, აგვარებდეს, ხომ? ჩემთვის, როგორც ვთქვათ, და ასევე ჩემი კოლეგებისათვის ქართული განათლება საფრთხეშია, რასაც წარმოვადგენთ ამ შემთხვევაში, მთავარი არის ის, რომ აი ფუნდამენტურ პრინციპებზე, ღირებულებებზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 27 მუხლითაც აღიარებული არის, აქ ლაპარაკი არის უნივერსიტეტის ავტონომიურობაზე და აკადემიურ თავისუფლებაზე და ამავდროულად აქვე წერია, რომ განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არ შეიძლება პირიქით უნდა გაფართოვდეს, ხომ? აი ამ ყველა სამ პრინციპს, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, ეწინააღმდეგება ის კონცეფცია, რომელიც არის წარმოდგენილი. ქალბატონ მანანა, მე პირველ ნაწილში ჩვენ გქონდა ძირითადად მე-12 კლასის მე-11 კლასად გადაკეთების ცვლილებაზე და მინდა რომ ამითი დავიწყოთ, სანამ უმაღლეს განათლებაზე გადავალთ. აი გივი მიქანაძემ თქვა, რომ ვერაფერი დაუპირისპირეს პრემიერის კონცეფციასო და განსაკუთრებით ამ ნაწილზე გააკეთა აქცენტი, რომ აი ეს არის ერთ-ერთი ნაწილი, რომელზეც შესაძლებელია რომ მოვისმინოთ ჩვენ საჯარო განხილვების შემთხვევაში რაღაც მოსაზრებები და არ გამორიცხეს, რომ რაღაცები შეიძლება შეცვალონ, რაც ეხება მე-12 კლასის გაუქმებას. თქვენი არგუმენტი გითხარით, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ანალიზზე დაყრდნობით გაკეთდა ეს გადაწყვეტილება და უქმდება მე-12 კლასი, თქვენი არგუმენტი გითხარით, რატომ არის ეს სარისკო გადაწყვეტილება და რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ახალგაზრდებს? იცით, როდესაც ლაპარაკობთ, რომ რეფორმა უნდა ემსახურებოდეს ხარისხის გაუმჯობესებას. შესაბამისად, ამ კონცეფციაში, რაც არის მარტივი არითმეტიკით წარმოდგენილი, ეს არის, რომ ფორმალურ განათლებაში ახალგაზრდას 3 წელი აკლდება. მათ შორის ერთი ზოგად განათლებაში და 2 უმაღლეს საფეხურზე. რამდენად ეს მექანიკურად მოკლებული თუნდაც 3 წელი გაუმჯობესებს ხარისხს, იქ ჩვენ დანარჩენს ვერაფერს ვერ ვხედავთ. შესაბამისად, ახალგაზრდები, რომლებიც 17 წლის ასაკში გამოვლენ, ვთქვათ, სკოლებიდან, რატომ იქნება მათთვის უკეთესი მდგომარეობა, როდესაც დღესაც თავად სამინისტრო, ვთქვათ, აი რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ქართული ენა არ იციან და თურმე უმაღლესში სავალდებულოდ უნდა ვასწავლოთ, თუ კი ვხედავთ, რომ ასეთი ხარვეზები გვაქვს და ასეთი ჩავარდნა გვაქვს ზოგად განათლებაში, კიდევ პლუს 1 წელს რომ მოაკლებ, რითი აუმჯობესებ ამ ყველაფერს, ხომ? გარდა ამისა, ახლა ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ მე-12 კლასზე, ეს მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ინტერნაციონალიზაციის გამო და როდესაც ვლაპარაკობთ 11 წლიან განათლებაზე, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ის შესაძლებლობა შეიძლება დღევანდელ დღეს ბევრი არ სწავლობს უცხოეთში და სკოლის მერხიდან პირდაპირ უცხოეთში არ მიდის, უფრო მეტად ეს ხდება გაცვლითი პროგრამებით, ერასმუსის და სხვა შესაძლებლობებით, რომელიც არის, მაგრამ 2500-მდე ახალგაზრდა მიდის და აბარებს უცხოეთში, ხომ? აქედან გამომდინარე ყოველ შემთხვევაში არჩევანის თავისუფლება ჰქონდათ მათ აქამდე.
და პლუს შესაძლებლობები, იცით, მოტივაციას ძალიან ეხმარება ეს ყველაფერი. ნუ ვიტყვით, რომ ახალგაზრდა, რომელიც საზღვარგარეთ მიდის, ის მანდა მაინც უკან არ დაბრუნდება, ხო? შენ შექმენი ისეთი პირობები, რომ ახალგაზრდას, რომელიც კარგ განათლებას მიიღებს, და მოუნდეს დაბრუნება უკან და შესაბამისად არა ის, რომ რისკია ამისი და მოდი ყველა კარი ჩაავრაზოთ იმისათვის, რომ ქვეყნიდან ვეღარ გავიდნენ, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, რასაც ჩვენი ახალგაზრდები უცხოეთში იძენენ. ასე რომ ეს რა თქმა უნდა უამრავ პრობლემასთან არის დაკავშირებული, რომ არაფერი არ ვთქვათ ჩვენი საბაზო საშუალო საფეხურის მასწავლებლების ხელფასის კლებასთან, იმიტომ რომ ეს პირდაპირ საათების კლებასთან არის დაკავშირებული, ხო? ასე რომ ეს ნაწილი ალბათ სასკოლოს რაც შეეხება და რაც შეეხება საუნივერსიტეტოს, აქ კიდევ უფრო რთულად აგვაქვს ხო საქმე, იმიტომ რომ მთავარი ეს არის როგორც ჩანს მიზანი პარტიული კონტროლი უმაღლესი განათლების სფეროს წარმოთლიანად, იმიტომ რომ ეს აქ არიან ახალგაზრდები, პროფესორა, რომლებიც რა ვიცი 2019 წლიდან მოყოლებული ჯავახიშვილმა ეს აკადემიურ თავისუფლებაზე აპელირებდა უკვე, როდესაც პირველი უნივერსიტეტი იქმნებოდა და რატომ დგავთ უკან ნაბიჯს, რატომ ბრუნდებით საუკუნეებით უკან, ხომ? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, სხვა შემთხვევაში ხარისხიანი განათლება ვერ გვექნება. იმიტომ რომ პროფესორამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რას ასწავლის, როგორ ასწავლის და შესაბამისად არაცენტრალიზებული, ვთქვათ, მექანიზმებით, რაც იკითხება ამ დოკუმენტში, რომ ვიღაცა დაგვიწერს სახელმძღვანელოს და ჩვენ იმით უნდა ვასწავლოთ. თუ ჩვენ არ გვაქვს იმის უნარი, რომ შევქმნათ ახალი ცოდნა და ჩვენი კურსების ფარგლებში კვლევები განვახორციელოთ და ისე მივიტანოთ ჩვენ სტუდენტებამდე, ეს ნიშნავს, რომ ხარისხი შესაბამისი არ არის და თუნდაც ვთქვათ, ჩემი უნივერსიტეტის მაგალითზე ვიტყვი, აი საერთაშორისო რეიტინგებში პირველ ადგილზე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხო, კვლევებით ახალი ცოდნის შექმნით და აქედან გამომდინარე, თესეუსაც კარგი რეიტინგები აქვს სხვათა შორის. თესეუს და ილიაუნის და თავისუფალ უნივერსიტეტს საქართველოსთან აქ ძალიან კარგი რეიტინგები. ქაბოტონ მანანა, სახელმწიფო ინტერესით უნდა იხელმძღვანელოთო აი ესე ახსნეს ეს ცვლილებები და ასევე აქვე არ დაუმალავთ და თქვენს რომ არ არის აუცილებელი რომ ყველა უმაღლეს სასწავლებელში ისწავლოს. აქვე ერთ-ერთი არგუმენტი იყო რომ პროფესიული განათლება, პროფესიული მიმართულება უნდა გაძლიერდეს აუცილებლად და ძალიან ნიშანდობლივი ამბავი ის იყო რომ ჩვენ უნდა შევაჩეროთ ემიგრაცია ახალგაზრდების ეს სამი ძირითადი კომპონენტი, რის გამოც ეს ცვლილებები დაანონსდა და ეს ცვლილებები ასე ახსნეს და აქვე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და განვითარება, რომელიც მათი თქმით უნდა მოხდეს სწორედ აი ამ სწრაფი კვალიფიკაციის მიღებით და აი ახალგაზრდების დასაქმების ბაზარზე სწრაფი შედინებით. აი მითხარით აი ამ იდეას რა შანსი აქვს, რომ მართლა ესე მოხდეს და ამ შემთხვევაში რა რისკებს ხედავთ თქვენ? იცით რა არის ხელმისაწვდომობაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, არ უშლის ხელს უნივერსიტეტების განვითარება, პროფესიული სასწავლებლების განვითარებას, ხომ? აქედან გამომდინარე, მე მგონია, ცალსახად უნდა ვთქვათ ისმის ხო ჩემი დიახ, ისმის და ხედავთ. და აქედან გამომდინარე პროფესიულ განათლებას რა თქმა უნდა თავისი ადგილი აქვს ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებაში და ქვეყნის ეკონომიკასთან პირდაპირ ბმა აქვს. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ასეთი პირდაპირ კავშირი შრომის ბაზართან რა თქმა უნდა არ არის. მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ არჩევანი იმისა თუ სად როგორ და რას ისწავლიან და პირდაპირ ის რომ გეგმიურად დაუთვალოთ რომ რა პროფესია დაგვჭირდება, თან შრომის ბაზარს როდესაც ვაბავთ, ჩვენ შრომის ბაზარი დღევანდელ დღეს რომ გადავხედოთ, არის მხოლოდ მომსახურების სფეროზე ორიენტირებული, ფაქტობრივად სამუშაო ადგილების 90%-ზე მეტია, ეხლა მე რომ გადავხედე, არის მომსახურების სფეროში, ხო? ანუ რა ქვეყანას რა მომავალს ვხედავთ ამითი, რომ ჩვენ ქვეყანას განვითარება არ უნდა და იმ თანამედროვე ტენდენციებზე, ვთქვათ, კონკურენტუნარიანი არ უნდა იყოს სხვადასხვა მიმართულებით, ინოვაციების, კვლევების მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს არის დაუშვებელი. რაც ეხება
ემიგრაციის ნაწილს, კომპონენტს? ემიგრაციის კომპონენტზე უბრალოდ ვიტყვი, რომ ემიგრაციის კომპონენტს შეიძლება მოეაროს და უნდა მოეაროს აბსოლუტურად განსხვავებულად და არა საზღვრის ჩაკეტვით, ესე საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა ჩაკეტილი საზღვრები და ნაკლებად ხდებოდა საბჭოთა კავშირიდან გადინება ჩრდილოეთ კორეიდან, რო ვთქვათ, საერთოდ მდინარის გადმოცურვით თუ ახერხებენ ერთეული ადამიანები ქვეყნის დაღწევას, ხო? საზღვრის ჩაკეტვა და შესაძლებლობების ამოლუქვა არ არის სწორი გზა მიგრაციული პროცესის შესაჩერებლად, ამისათვის საჭიროა რომ შექმნა ახალგაზრდებისათვის მაგალითად უამრავი შესაძლებლობები იმისათვის რომ მათ მოუნდეთ ქვეყანაში დარჩენა, უმაღლეს განათლებას უნდა შეეწყოს ხელი იმისათვის რომ ის განვითარდეს და არა ხელი შეეშალოს, როგორც ეს ამ კონცეფციით ჩანს და ხელშეწყობაში იგულისხმება ის რომ თუნდაც აი ვთქვათ, რასაც დღეს აკეთებს განათლების სისტემა, ეს არის ნუ რა გითხრათ ფაქტობრივად შეუძლებელს აკეთებს, იმიტომ რომ აი ესეთი მცირე მიზერული დაფინანსების პირობებში ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ მაინც ვიკვლიოთ, მაინც ვასწავლოთ და მაქსიმალურად აი ესეთი ხარისხიანი განათლება შევთავაზოთ. კი ბატონო, თუ ხარისხიანი განათლება იქნება, ალბათ თვითონ ახალგაზრდებსაც არ მოუნდებათ სხვაგან წასვლა თუ ადგილზე იქნება ამის შესაძლებლობა, თუმცა ხო, ნუ წინსწრებად ჩაკეტვა, სანამ ხარისხი არ გვაქვს, ჯერ ეს რამდენად არის სწორი გადაწყვეტილება, ამაზე უკვე თქვენ თქვით. ქაბატონო მანანა, ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ეს თემა არ მთავრდება ესე იოლად. გრძელვადიანაც დაგჭირდება, რომ ეს განხილვები მოვაწყოთ ხოლმე პერიოდულად. მაყურებელს შევახსენებ, რომ მანანა რატიანი განათლების საკითხების ექსპერტი იყო ჩვენი განაცემის სტუმარი. მემშვიდობების სტუმარს ბევრი მოსაზრება მოვისმინეთ და წავიკითხეთ ამ დღეების განმავლობაში და ეტაპობრივად გაგიზიარებთ საინტერესო არგუმენტებს. სიმონ ჯანაშია, თამარ მოსიაშვილი, შალვა ტაბატაძე, ცოტა გვყავს მათნაირი კვალიფიციური სპეციალისტები და მინდა მოგასმენინოთ მათი შეფასებებით, ვნახოთ ახლა მათი შეფასებები და დაბრუნდებით სტუმართან. ამ კონცეფციის კონკრეტული მიმართულებები, რომელიც გულისხმობს მაგალითად 11 წლიან სწავლებას, 1 წლიან მაგისტრატს, ყურასმთლიანობაში მთელ კონცეფციას 3 წლით შემცირებული სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, მთლიანად ეწინააღმდეგება კრედიტების აღიარებისა და მობილობის კონცეფციას, რომელიც ერთ-ერთი ქვაკუთხედია ბოლონიის პროცესის და ევროპული საგანმანათლებლო სივრცის. ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანი არის თუნდაც უნივერსიტეტების ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება, რომელიც ამავე დროს არის სწორედ ბოლონიის პროცესის მთავარი მამოძრავებელი და წარმოუდგენელია იმ ვითარებაში, რაც კონცეფციით არის წარმოდგენილი, როდესაც სახელმწიფო განსაზღვრავს სახელმწიფო უნივერსიტეტების პროგრამების ხანგრძლივობას, სახელმწიფო განსაზღვრავს ამ პროგრამებში ჩართულ აკადემიური პერსონალის რაოდენობას, სახელმწიფო განსაზღვრავს ყავდეს თუ არა უნივერსიტეტებს საერთაშორისო სტუდენტები და როდესაც სახელმწიფო რჩება და ხდება ერთადერთი დამკვეთი და დამფინანსებელი და მის დაკვეთაზე უნდა იმუშაონ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა და მათი ავტონომიურობა და თავისუფლება არის მთლიანად შეზღუდული, რა თქმა უნდა ეს ეწინააღმდეგება კონცეპტუალურად და თემატურად და იდეურად იმ ევროპულ სივრცეს, რომელშიც ინტეგრირებულია საქართველოს განათლების სისტემა. რადგან ვამცირებთ საბაკალავრო საფეხურსაც 1 წლით და სამაგისტრო საფეხურსაც, ეს ასახვას პოვებს 11 წლიანი განათლება, მათ შორის საბაკალავრო საფეხურზე, როდესაც უკვე გვექნება 3 წლიანი პროგრამები, ხოლო პროგრამების დიდი ნაწილი ევროპის ქვეყნებში არის 4 წლიანი. რა თქმა უნდა, არის 3 წლიანი პროგრამების, თუმცა მას წინ უძღვის 12-13 წლიანი განათლება სკოლაში. და ამ კუთხითაც შეიქმნება პრობლემები, ხოლო 4 წლიანი პროგრამები სადაც არის, იქ თავსებადობის პრობლემა აუცილებლად იქნება და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და საუბარი აღარ არის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე, როდესაც ჩვენი 11 კლას დამთავრებული და პლუს 3 წლიანი ბაკალავრიატ დამთავრებულები ვერ დააკმაყოფილებენ ვერც ფორმალური თვალსაზრისით და ვერც შინაარსობრივი მომზადებულობის თვალსაზრისით იმ მოთხოვნებს, რაც ექნებათ ევროპულ თუ ამერიკულ უნივერსიტეტებში
უნივერსიტეტებს, მათ შორის სადოქტორო საფეხურზე თეორიულადაც კი შეუძლებელი ხდება დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნები, იმიტომ რომ ის ითვალისწინებს 300-დან 360 კრედიტამდე საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე, ანუ 5 ან 6 წლიან სწავლებას მინიმუმს, ხოლო ჩვენი სისტემით გამოდის, რომ სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხურზე გვექნება მხოლოდ და მხოლოდ 4 წლიანი სწავლება. მთავარი პრობლემა ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმას აქვს მიზანი, ირაკლი კობახიძემ წელიწადნახევრის წინ თქვა, რომ მისი მიზანი არის, რომ გაღაროს სისტემიდან ის ხალხი, ვისაც თვითონ თვლის ნაციონალური მოძრაობის ჩანერგილ ადამიანებად, ესენი პროფესორებია, რომლებიც მისი შეფასებით, რომელიც არავინ არ იცის რას ეყრდნობა, დაბალი კვალიფიკაციის არიან და მხოლოდ იმიტომ არიან უნივერსიტეტებში, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან. შემდეგი ეტაპი იქნება ალბათ deep state-ის აგენტებად გამოცხადება ამ ხალხის და მერე ყველაფერი დანარჩენი უკვე არის დეტალები, ხო? მაგალითად, დეტალია ის, რომ ყველა საფეხურს, სკოლას, ბაკალავრიატს, მაგისტრატურას დიდ წელს მოაკლებენ და ამითი რაღაცნაირად ხარისხი გაიზრდება და ხო ეს ყველასთვის ცხადია, რომ ხარისხის გაზრდელად არ ხდება, ეს ხდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ახალგაზრდა სწავლობდეს. 12 კლასი შემოღებული იყო, იმიტომ რომ ევროპაში 12 კლასია განათლება მინიმალური, ზოგან 13 და ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 და ჩვენ სინქრონიზაციას ვაკეთებდით ევროპულ და ამერიკულ განათლების სისტემებთან, რომ ჩვენ ახალგაზრდებს გაადვილებოდათ შემდეგ გადასვლა ჩვენი სისტემიდან იმ სისტემაში. და ეხლა სინქრონიზაციას ვაკეთებთ 11 კლასიან სისტემებთან. ეხლა ყველაზე ახლოს დგომი სისტემა 11 კლასთან არის რუსეთკო. საერთაშორისო ასპექტის გარდა ადგილობრივი არგუმენტიც არსებობდა, რატომ შემოღებულიყო 12 კლასი. პირველი არგუმენტი იყო ის, რომ უნდა განტვირთულიყო პროგრამები, რომლებიც გადატვირთული იყო 7 გაკვეთილს და 8 გაკვეთილს ბოლოს ითხოვდა ზედა საფეხურზე და მეორე, რაც უფრო გვიან აკეთებს არჩევანს ახალგაზრდა, მით უფრო გააზრებულია ეს არჩევანი. და 17 წლის ასაკში თუ ირჩევდა ახალგაზრდა სპეციალობას, მერე 18 წლის ასაკში უწევდა 12 კლასის დამთავრებულს, მაგრამ კიდევ მოხდა ის, რომ უნივერსიტეტებში გაჩნდა პირველ კურსზე შესავალი კურსების სისტემა, რაც გულისხმობდა იმას, რომ პირველი კურსის მერე ირჩევს სპეციალობას ახალგაზრდა საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ 19 წლის ასაკში აკეთებს უკვე სპეციალობის არჩევანს, რაც ასევე უადვილებს ამ არჩევანის გაკეთებას, ისე რომ მერე აღარ შუაგზაში სწავლის არ მოუწიოს და აი 3 წლიან პროგრამაზე გადასვლა ამასაც გამოიწვევს, რომ უფრო ადრე მოუწევთ ახალგაზრდებს არჩევანის გაკეთება. 11 წლიანი სწავლების მართებულობის არგუმენტად მათ მოყავთ ის, რომ ერთ-ერთი ის, რომ 12 კლასში ბავშვები არ დადიან სკოლაში და ძირითადად კერძო გაკვეთილებს ესწრებიან. ძნელია შეედავო ამ მოსაზრებაში, რადგან ნამდვილად ასეა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თუ იმედია არ მოხდება ეს შემცირება, მაგრამ მე-11 კლასი გადასარევად შეითავსეს მე-12 კლასის ფუნქციას. შესაბამისად, მიზანი რატომ აპირებენ შემცირებას სასწავლებლების რაოდენობის ზოგად საგანმანათლებლო სკოლაში არის ბუნდოვანი. აღმაშფოთებელია ჩემთვის და აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც ვისმენ, ასე ვთქვათ, რეგიონული დეკონცენტრაციის იდეის მხარდამჭერის, თუ ის არის აი ამ რეგიონული დეკონცენტრაციის იდეის მხარდამჭერი მოსაზრებას, რომ უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ დედაქალაქიდან რეგიონებში და ასევე მათ სახელმწიფო განუსაზღვრავს, რომელი სპეციალობები უნდა მოამზადონ. და შემდეგ ითქვა ასეთი რამ, რომ ჩვენ ავაშენებთ ახალ უნივერსიტეტებს, რომლებსაც ექნებათ კარგი ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ და ამაში დაგვეხმარება უნივერსიტეტის შენობები, რომლებიც დგას საინტერესო ადგილას, ზუსტად ასე ითქვა. ასეთი საინტერესო ადგილი ალბათ სავარაუდოდ იგულისხმება დედაქალაქში ილია ჭავჭავაძის გამზირი, ვაკეში და აი ამ ილია ჭავჭავაძის გამზირზე ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის კორპუსები. გილაპარაკეს, რომ უნდა თვითონ უნივერსიტეტებში დასაქმების პროცედურებიც უნდა შეიცვალოს, რომ უნდა იყოს ერთი პროფესორი, რომელსაც ექნება მინიმუმ 10,000
ლარი ხელფასი და იმან უნდა უხელმძღვანელოს კონკრეტულ მიმართულებას. შემდეგ იქნებიან ასოცირებული პროფესორები, ასისტენტ პროფესორები და ასე შემდეგ. ესეც ძალიან ზერელენა თქვამია ჩემი აზრით და წარმოუდგენელია რომ თუ ესეთი რამ განხორციელდა, ამან ხელი არ შეუწყოს შიდა უნივერსიტეტში სრული პროფესორების დასაქმებაში არც თუ ისე კარგ ტენდენციებს. გულისხმობ არასწორი, ასე ვთქვათ, არასწორი მახასიათებლებით პროფესორების არჩევას. კეთი ჩაჩხიანი ყავს ხაზზე ამერიკიდან, არიზონას უნივერსიტეტის დოქტორი და მისი შეფასება სოციალურ ქსელში უკვე გაგვიზიარა და მინდა რომ ჩვენს მაყურებელსაც მივცე საშუალება უკვე დაგვანახოს რეფორმის ავკარგიანობა. საღამომშვიდობის კეთი. თქვენთან ალბათ დილა მშვიდობის. მოგესალმებით, საკმაოდ მადლობა მოგვიყვებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მოკლედ დღევანდელ გადაცემაში თქვენ ბოლოს სტუმარი ხართ და მანამდე ჩვენმა მაყურებელმა მოისმინა განსხვავებული მოსაზრებები, განსხვავებული ასპექტით დანახული. მე მინდა რომ თქვენი გამოცდილებით დასავლეთიდან შეხედოთ ამ მოვლენებს და ჩვენს მაყურებელსაც აუხსნათ აი ამ რეფორმის კონცეფციის ავკარგიანობა, რაში მდგომარეობს ყველაზე მწვავე კრიტიკა, რამ დაიმსახურა ამ კონცეფციაში თქვენგან, რომ გითხრათ, გაგვიზიაროთ. კი ბატონო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. მთლიანობაში ალბათ ძალიანაც რომ მოინდომოს ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც არა მხოლოდ ექსპერტებმა და სპეციალისტებმა ამ მიმართულებით, არამედ მშობლებმა, სტუდენტებმა, პროფესორმა, სწავლებლებმა ძალიან რთული არის რომ დავინახოთ რაიმე პოზიტიური, გარდა იმისა, რომ მეტნაკლებად ობიექტურად არის წარმოდგენილი ის პრობლემები, რის გადაჭრის გზასაც გვთავაზობს კონცეფცია, თუმცა თვითონ გადაჭრის გზები აბსოლუტურად დეფორმაციას აკეთებს უმაღლესი განათლების იდეის, უნივერსიტეტის იდეის და მთლიანად უგულებელყოფს ისეთ მნიშვნელოვან პრინციპებს, როგორიც არის სამართლიანობა, კონკურენტულობა, არ ვიცი, ინტერნაციონალიზაცია და გლობალური ჩართულობა, მრავალდარგოვანი მიდგომები, ანუ ის იდეები, რომელსაც მთლიანად ემყარება დღეს უმაღლესი განათლება და რაშიც მდგომარეობს უნივერსიტეტის მისია, ეს საკითხები მთლიანად არის ამოვარდნილი. ახლა მე არ მინდა რომ არ მქონდა სამწუხაროთან საშუალება რომ მომესმინა რა კონკრეტულად რა საკითხების შესახებ ისაუბრეს, მაგრამ თქვა განსაკუთრებით პრობლემური არის, ცხადია და დარწმუნებული ვარ ამის შესახებ იყო საუბარი, ის რომ მთლიანად მოშლილი არის პრინციპი უნივერსიტეტის ავტონომიურობის, თითქოს აკადემიური თავისუფლებისაც. აკადემიური თავისუფლების ცხადი არის და ეს არის როგორც ინსტიტუციურ დონეზე საუბარი უნივერსიტეტებზე, ასევე სტუდენტების, იმ ადამიანების, რომლებსაც სახელმწიფო აი ამ თავის რაღაც ცენტრალიზებული დაგეგმარების სურვილით, რომ უნივერსიტეტებს უნდა განუსაზღვროს თქვათ რა ფაკულტეტები უნდა არსებობდეს და რომელ უნივერსიტეტში და ქალაქში რამდენი ფაკულტეტი უნდა ისწავლოს თუ არა ახალგაზრდამ საზღვარგარეთ, უნდა მოიზიდონ თუ არა თქვათ საერთაშორისო სტუდენტები, ხომ მთლიანად ესე ვთქვათ ავტონომიურობა, აკადემიური თავისუფლება იზღუდება ინსტიტუტების. ეხლა ერთი რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო და მგონია რომ მაინც ამაზე იყო ხოლმე ნაკლები აქცენტი უფრო სწორად ბევრი სხვა იმდენი საკითხი რომ ყველაფრის განხილვა შეუძლებელი იყო თითქოს აი რაღაც და მიდგომა რომ ამის მიზანი არის თქვათ აი ამ ცვლილებების არის ის რომ მოხდეს თქვათ შრომის ბაზრის დაკავშირება უნივერსიტეტებთან და რაღაცნაირად უზრუნველყოფა იმისი, რომ მეტად უკეთესად მოახდინონ მომზადება და კავშირების გაბმა მომავალი ესე ვთქვათ სამუშაო ძალის და შრომითი ბაზრის. ახლა ესეც არის ძალიან ხისტი მიდგომა, იმიტომ რომ არსებობს ძალიან ბევრი კარგი პრაქტიკა თუ როგორ შეიძლება რომ ვთქვათ მოხდეს აი ამ კავშირების გაბმა. იმის ნაცვლად რომ სახელმწიფო ცენტრალიზებულად დაგეგმოს ვთქვათ რამდენი სტუდენტი რა პროგრამები უნდა არსებობდეს, რომელ უნივერსიტეტში და აქ რამდენი სტუდენტი უნდა იყოს, ეს უნდა იყოს სამხრივი თანამშრომლობა, რეალურად სახელმწიფომ უნდა შეასრულოს კოორდინაციის ფუნქცია და დაეხმაროს ერთის მხრივ სტუდენტებს რომ მოახდინონ ინფორმირებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა ფაკულტეტები არის, როგორი არის, ესე ვთქვათ, შესაძლებლობა ამ
ფაკულტეტების და პროგრამების დასრულების შემდგომ ესე ვთქვათ დასაქმების ყოველთვის არის ხოლმე მაგალითად როდესაც პროგრამებზე ამის შესახებ გქონდა ერთ-ერთ პოსტში საუბარი ყოველთვის აწვდიან ინფორმაციას რომ მას შემდგომ რაც დაასრულებ ამ ფაკულტეტს რა არის დასაქმების პერსპექტივა როგორი არის და ასე შემდეგ. ქალბატონო ქეთი ჩაგეჭრავით თუ შეიძლება აი რეფორმის ავტორები ამბობენ რომ აი თუ საბაკალავრო საფეხურზე ვერ წავა და ამის სტატისტიკა მოყავთ ხოლმე რომ ძალიან დაბალია სტატისტიკა ვინც მიდის საბაკალავრო საფეხურზე უცხოეთში სასწავლებლად სამაგისტროზე შეგიძლიათ რომ წახვიდეთ მაგრამ აქაც არის კითხვის ნიშნები იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ბოლონიის პროცესში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე ყველაფერი არის კრედიტების სისტემაზე აწყობილი ხომ იმ ცვლილებით რაც იგეგმება რომ მოაკლდეს დრო საუნივერსიტეტო საბაკალავრო საფეხურსაც და სამაგისტრო საფეხურსაც პირდაპირ არის მოცემული და დათვლადია რომ შეუძლებელია 3 წელიწადში იმდენი კრედიტის მოგროვება რომ ბოლონიის პროცესში ჩართულ რომელიმე უნივერსიტეტს მოარგო ეს შენი კრედიტები თუ გაზრდიან დატვირთვას მაგალითად საბაკალავრო საფეხურზე 3 წლის განმავლობაში მაინც ვერ ეტევა იმიტომ რომ რეგულაციით არის განსაზღვრული რომ 70 კრედიტზე მეტი არ შეიძლება ერთ წელიწადში 60 არის ნორმა და ჩვენ გვჭირდება 80 და ცოტა მეტი რომ შევავსოთ ეს გამოტოვებული დრო ესე ვთქვათ და უპასუხოთ ბოლონიის პროცესში ჩართული უნივერსიტეტების მოთხოვნებს. აი ამაზე ძალიან ცოტა ისაუბრეს, როცა არგუმენტებზე არის საუბარი და მშობლებსაც არ გონიათ მე მგონი ეს პრობლემა, რომ რეალურად სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზეც გაჭირდება აი ამ ცვლილებების შემდგომ წასვლა. თქვენ რომ უფრო მეტი დეტალი უთხრათ მშობლებსაც და სტუდენტებსაც რა პრობლემები შეიძლება შექმნას აი ამ კრედიტების სისტემამ საქართველოსა და ევროპის ან ამერიკის უნივერსიტეტებში რაც არის. დიახ, ეს ნამდვილად იქნება პრობლემა, იმიტომ რომ როდესაც ცალკეული უნივერსიტეტები იღებენ გადაწყვეტილებას მომავალი სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ, არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელ საფეხურზეა, ცალკე აღებულ დიპლომს კი არ უყურებენ, მხოლოდ რომ არსებობს თუ არა გარკვეული საფეხურის დამადასტურებელი დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, არამედ უყურებენ იმ ესე ვთქვათ კურსებს, კრედიტების მოცულობას, კი ბატონო. დიახ, და ასევე განაწილებას, რამდენად არის ეს განაწილებული სხვადასხვა მიმართულებებით, ხო, იმიტომ რომ არსებობს კვალიფიკაციები, ყველა დარგობრივი კვალიფიკაციები და მნიშვნელოვანი არის რომ მათ ნახოთ მაგალითად იმ პროფესიისთვის შესაბამისი მიმართულებით, რამდენად სწორად და მიზანმიმართულად არის განაწილებული კრედიტები, რამდენად საკმარისია ეს რაოდენობა და შესაბამისად ეს აუცილებლად თუ ეს თანხმდრა იქ არ იქნება, ეს აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვერ იქნებიან ისინი კონკურენტული უნარიანები ამ მიღების პროცესში და იმ შემთხვევაში თუ კი მოხდება მათი მიღება და ჩარიცხვა, ეს იქნება პირობითი და დათქმითი ჩარიცხვები და ეს დაკავშირებული იქნება, ასე ვთქვათ, ბევრი დამატებითი ვთქვათ კურსის აღების ვალდებულებასთან. შეიძლება მაგალითად სადოქტოროზე იმ შემთხვევაშიც კი თუ მოხდა ჩარიცხვა სტუდენტის, მას დაავალდებულონ, რომ დამატებითი სამაგისტრო დონის ესე ვთქვათ კურსები აიღონ იმისთვის, რომ შემდგომ უკვე კვალიფიცირებული იყვნენ მომდევნო საფეხურის განათლებისთვის. ასე რომ რაც არ უნდა ახლა ესე ვთქვათ განათლების სამინისტრომ გააკეთოს ასეთი წარმოჩენა ამისი, რომ ეს არის რაღაც მინიმალური პრობლემა, რომ ეს ეხება მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ. არა, ჯერ ეგერთი ეს პრობლემა ზოგადად რაც ზოგადი განათლების მიმართულებით გააკეთეს, რომ ფიქრობენ, რომ 12 წლიან სასკოლო განათლებაზე გადავიდეს სისტემა და შემდგომ შემცირება ასევე. შემდეგ საფეხურებზე ეს ეხება ყველას. საერთოდ ერთი რამ ამას მინდა კიდევ ამაზე აქცენტირებაც ასევე ერთი ხომ ძალიან პრობლემა არის ამ მოსწავლეებს არ შეუძლიათ და სტუდენტებს გააგრძელონ სწავლა, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი მოზარდისთვის, ნებისმიერი ახალგაზრდისთვის არის პრობლემა. ის რომ 12 წლიანი განათლების ნაცვლად გვექნება 11 წლიანი განათლება, ეს არის პრობლემა ყველასთვის, ის ვინც აპირებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, ან საქართველოში სწავლის გაგრძელებას, იმიტომ რომ სკოლამ უნდა უზრუნველყოს მომზადება საუნივერსიტეტო განათლებისთვის, თავი რომ დავანებოთ ზოგადად ის რომ უნდა მოქალაქედ ჩამოყალიბდეს მნიშვნელოვანი და კრიტიკული უნარები განვითარდეს და ასევე იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც სულაც არ გეგმავენ შეიძლება უმაღლეს განათლებას და პირდაპირ შრომის ბაზარში
ტელევიზორში შესვლას. ამიტომ ეს უნდა ყველამ ძალიან კარგად გავიაზრო და მე ვფიქრობ, რომ ეს თქვენი ასე ვთქვათ ინიციატივა, რომ ამ პროცესში და ამ მსჯელობაში ჩართოთ მშობლები არის ძალიან აქტუალური, იმიტომ რომ აქ ახლა პოლიტიკური გეგმარება დილად არ არის საკითხი, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, თუმცა გამოაჩინა მოცემულობამ, რომ ინფორმაციის ნაკლებობა ნამდვილად აქვთ მშობლებს უბრალოდ ბოლონიის პროცესთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებზე, ბევრ მშობელს არ ქონდა აქამდე ინფორმაცია, რატომ არის პრობლემა მე-12 კლასის გაუქმება, მაგალითად, მაინც არ დადიოდნენ ბავშვები. ეს იყო არგუმენტი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში იმდენი ვისაუბრეთ ყველა არხზე და ამ გადაცემაშიც კიდევ ვისაუბრებთ, რომ მეტნაკლებად დავანახოთ ის საფრთხეები, რა საფრთხეების წინაშეც შეიძლება დადგნენ მათი შვილები, ვისაც უნდა ევროპული ხარისხის განათლების მიღება. ქალბატონო ქეთი, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოახერხეთ და ჩაგვერთეთ. მაყურებელს შევახსენებ, ქეთი ჩაჩხიანი დოქტორი, არიზონას უნივერსიტეტის დოქტორი, გვერდებოდა ამერიკიდან, ვებშობები სტუმარს. მოკლედ, კონცეფცია ჯერ სამუშაო დოკუმენტია და ავტორები ამბობენ, რომ საჯარო განხილვის სივრცეს ტოვებენ, რათა მოისმინონ ჯერ ვერ მოსმენილი არგუმენტები, რა აყენებს ეჭქვეშ იდეის სიკეთეს. მიმღებლობა თქვით, რომ მინიმუმ 1 კვირაა და მისე წლებია ვისმენთ, რომ როცა ცდილობ ევროპაზე სწრაფი იყო, სწრაფი არ უნდა ნიშნავდეს ნაკლებ ხარისხს. ის რომ ამ ცვლილებით ჩვენი ახალგაზრდების ევროპულ მომავალს არ უნდა აფერხებდა, ის რომ ზგემში ლიბერალური ღირებულების, ეროვნული ღირებულებით ჩანაცვლება ავტომატურად პატრიოტ მოქალაქეს არ ნიშნავს, რომ ეროვნული ღირებულება სინამდვილეში კრიტიკული აზროვნების უნარი და განათლების თავისუფლებაა, რომელსაც ეს რეფორმა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. და ვისაც ეს უნარები ჯერ კიდევ აქვს, თავად რეფორმას და იმ ადამიანებს დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რომლებიც მაღალი ტრიბუნებიდან განათლების რეფორმით, ეროვნული ღირებულებებით გამსჭვალული თვისებრივად ახალი მოქალაქის აღზრდაზე გვესაუბრებიან. თუმცა ისიც ხომ ნახეთ, რომ ამ ამბავში მავანი სამაგალითოები ნამდვილად ვერ არიან. მოცემულობა სკეპტიკური განწყობის საბაბს ნამდვილად იძლევა, თუმცა დაველოდოთ საჯარო განხილვებს და ვნახოთ რა შეიძლება ამ კონცეფციაში. მე გემშვიდობთ მომდევნო ხუთშაბათამდე, ხუთშაბათს 6 საათიანი საინფორმაციო დასრულებისთანავე დავზუმავთ ისევ განათლებაზე და დიდი ალბათობით ისევ ამ თემას გავაგრძელებთ, იმიტომ რომ სასაუბრო ნამდვილად ჯერ კიდევ ბევრია. ნახვამდის.